გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო და მეგობრებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ განხილვა თამბაქოსი, ძალიან ცნობილი თამბაქოსი და ერთ-ერთი ლეგენდარული თამბაქოსი დასავლეთში, სერ უოლტერი რეილი. ესე ქვია. ეს წარმოებელი ორი ტიპის თამბაქოს უშვებს. ერთი არის ეს სერ უოლტერი ჩვეულებრივი რეგულარ ეძახიან და მეორე არის არომატიკი. აბსოლუტურად განსხვავებული არის ერთმანეთისგან. არანაირი კავშირი თითქოს გემოვნური თვისებებით ერთმანეთთან არ აქვს, არ იფიქროს არავინ, რომ ჩვეულებრივი რეგულარი აღებული არის და ის არის არომატიკი. არა, ის სულ სხვა არის, ეს სულ სხვა არის. ლეგენდარული, როდესაც ვამბობთ, რა თქმა უნდა, არომატიკი ძალიან პოპულარულია, მაგრამ აი ეს რეგულარი არის ძალიან გაყიდვადი, ძალიან პოპულარული. ეს არის ამერიკული ბერლი. ბერლია მხოლოდ თითქმის 80% და მცირედი მინარევები აქვს. ბერლი ვინც იცის, ბერლის თვისებები თავად არის, რომ აი ეს ჭარბი ბოლი, აი ესეთი სუყე ბოლი და აი თითქოს თხილის ან ნიგვზის გემო დაყვება მუდმივად. აი ეს მისი არის, ეს არ არის მიცემული რაიმე ექსტრატებით, აი ეს მას დაყვება ფერმენტაციის პროცესში, აქვს აი ეს ისა. და აქვს მცირე აი ანისის ვარსკვლავი რო აი ანისის გემო დაყვება და ეს ყველაფერი არის ძალიან ესეთი მცირე და ესეთი ნოტები. მოკლედ ძალიან კარგი თამბაქოა, ძალიან პოპულარულია. თითქმის 100 წლის არის უკვე ეს ნაზავი, რაღაც მცირე ცვლილებები განიცადა, მაგრამ ამბობენ, რომ ყოველ შემთხვევაში ბოლო 70-60 წელი თუ მეტი მაინც აბსოლუტურად უცვლელად გამოდისო. იწარმოებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს მონათესავე ჯორჯიის შტატში და რამდენიმე წლის წინ ესეც შეიძინა ერთ-ერთმა წამყვანმა გიგანტმა ჩიბუხის თამბაქოს ინდუსტრიაში, როგორც არის Scandinavian Tobacco Group. აი მან შეიძინა, გადაიტანა წარმოება დანიაში და უკვე ახალგაზრდებს აწერია Made in Denmark. მაგრამ სასახელოდ უნდა ითქვას, მე ადრეს აღნიშნე ამ წარმოებლისა, რომ ფაქტიურად არაფერი არ შეცვალა. ანუ იყიდა ქარხანა, იგივე პერსონალი, იგივე რეცეპტი, იგივე შეფუთვა, ყველაფერი. და ერთადერთი რაც შეიცვალა, ყოველთვის მივესალმები ამას, აი ეს საშინელი წარწერები, რომლებიც ამახინჯებდა ნახევარზე მეტი ადგილი ეჭირა კიდეც. აი ესენი უკვე მოიხსნა ამერიკაში გაყიდვისთვის, რომელიც არის განსაზღვრული. კიდეც აწერია მაგალითად გისეძე, რომ Made in Denmark, მაგრამ აი ეს მხოლოდ ამერიკაში ტერიტორიაზე გასაყიდია. გამოდის როგორც შეფუთვებში, აი ეს 50 გრამიანი 50 გრამამდე არის უფრო სწორად კისეტები და კიდევ გამოდის, ეს არის უნცია ნახევარი და კიდე გამოდის 7 უნციან დიდ კოლოფში. ახლა უკვე გრამებზე თქვენ გადაიყვანეთ, 7 უნცია არის იმაში და ესე დიდი კოლოფი არის. მხოლოდ ეს ორი დაფასოება არის. ძალიან გემრიელი და აი ვისაც უფრო ბერლი უყვარს, იმისთვის ნომერ პირველი იქნება. როგორც თქვი, თუ არ გიждდება, შეიძლება ბერლიზე და ნომერ პირველი მისთვის ვირჯინია, მაინც საუცხო თამბაქოა. და სხვა შორის ძალიან ბევრი ნაზავები არის, აი ესეთი ნაზავი ვირჯინია ბერლისთან. იქ რაღაც რაოდენობებზე და იმაზე არის და ისაძლებს სხვადასხვა იმას. მოკლედ ეხა გავსინჯოთ ჩემს და ვთქვი მე თავიდან, რომ აი ეს სამინელი 1 რომ მაქვს ჭიბუხი, აი ეს განვაწესე ბერლისთვის, ძირითადად ბერლისთვის. აი ბერლის ვეწევი აი ამ ჭიბუხით, სამინელი 1 და იმ ნაზავებს, რომელშიც ბერლი არის წამყვანი. არის ესეთ კისეთში, ხა გავხსნათ და ნახოთ. ესე იხსნება, საკმაოდ ჰერმეტულად მიყურება. თამბაქო არის ძალიან ლამაზია. შეიძლება აქცემი ამას ყურადღებას. შეიძლება ვინმესთვის არ იყოს ეს განსაზღვრელი. ესეთი წვრილად არის დაჭრილი, ეხლა სხვასთან შედარებით. კონსისტენცია არის საკმაოდ
ესეთი მოსაწევად იდეალური, ანუ არ ძალიან სველია, არ ძალიან მშრალია. თავიდან რო გახსნით და დაყნოსავთ, აი, უფრო მძაფრია. შეიძლება შეგაშინოთ კიდეც. მაგრამ როდესაც გახსნით და ერთი თვე გავა და თვენახევარი უკვე გახსნილია, აი ეს სიმძაფრე ქრება და არომატი უფრო მატულობს და თამბაქო წინ პლანზე მოდის უფრო. ცოტა უფრო ნოტიოა გახსნის დროს და შემდეგ უკვე აი ესეთ სახეს ღებულობს. ეხლა რა მინდა გითხრათ, ხო აკონტროლებთ არა ამ პროცესს, როდესაც შეხედავთ რომ უკვე კარგი კონსისტენცია აქვს. აი მაგ დროს უკვე სასურველი იქნება თუ გადაიდანთ უფრო ჰერმეტიულში, რომ ძალიან აღარ გამოშრეს და არ გახმეს. და რო ეტყვიან. ეს უფრო თბილისში მცხოვრებს, ეხლა ბათუმში მცხოვრებს უფრო ნაკლებად. თუ ცოტა ნესტიან ადგილას, ძალიან ნესტიან ადგილას არა. მაგრამ თუ უბრალოდ ნესტიან კი არა, ძალიან მშრალ ადგილას თუ არ შეინახავთ, შეიძლება კი ესეც შეინახოთ. მაგრამ მაინც ვიზღვევ თავს და გადამაქვს კოლოფებში. ცოტა ქარია და ამიტომ აუჭირდა კიდევ. თავიდანვე ისეთი. იცით რას გავს აი პირველივე თამბაქოს ის აი თუ იმეს ახსოვს ჩემს ხმაწვილობაში აი სადღაც 80-იან წლებში კარგი უცხოური ხარისხის ფირმას ვეძახოდი ჩვენი ფირმა სიგარეტის გემოდაყვება. თითქოს არ აქვს ბევრი არომატები და სხვადასხვაგვარი არომატები. ჩვეულებრივი თითქოს თამბაქოა, მაგრამ აი ესეთი კარგი გემრიელი თამბაქო და მეტი არაფერი. ესეთი უპრეტენზია და შეიძლება ამითაც არის ეს თამბაქო ესეთი პოპულარული და მომხიბვლელის მეთქო. იწვის თანაბრად არ აქვს მიდრეკილება ჩაქრობისკენ. და გემოში მოვიდა, აი თითქოს გემო კი არა, აი სადღაც აი აქ მუნშტუკის თავთან. არ ვიცი ეს რამე ზეთია თუ რა არის. რაიმე ეთერზეთები თუ შედეგს მოქმნილი. ესეთი მცირე სიმჟავე. თითქოს ახლა როგორ აგიხსნათ, აი მჟავე, რაღაც პატარა მჟავე, ოღონდ ძალიან სასიამოვნო. ერამი კენკრას რომ მივირჩევთ და რაღაც მცირე სიმჟავე აქვს. კენკრის გემო კი არა, უბრალოდ აი მხოლოდ რაღაცა სიმჟავე, ყოველგვარი გემოების გარეშე. ანუ მის თქმა მინდა რომ ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის რომ მოგეწონოთ, ან გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის რომ არ მოგეწონოთ. ახლა ის როგორი დამოკიდებულება აქვს აი ამ გემოსთან დაკავშირებით. ძალიან რაღაცნაირი უნიკალურია. და ცალსახად ეს არის ის თამბაქო, რომელიც აი სულ მექნება, მუდმივად მექნება.
ვიმეორებ, აი უპრეტენზიო რაღაცნაირი გემოების და არომატების გარეშე და ამბროს ძალიან მოგწევს. ეხლა შევაჩერებ და გავაგრძელებ ნახოთ შემდეგ ბოლოსკენ როგორი იქნება. ამ ეკვადორს გადაცდა, ეხლა ბოლოსკენ წავიდა და ისევ ისეთი სასიამოვნო. ეცხვირიდან რო უშვებთ, აი მაშინა აქვს აი ეს ხარისხიანი 80-იანი წლების კარგი ბრენდის სიგარეტების გემო, აი ეს პერიოდი გამახსენა. მოკიდევა ფაქტიურად აღარ ჭირდება ეს პირველად. პირველი რამდენიმეჯერ რომ დაჭერდა და მაშინ ცოტა ქარი იყო და იმის ბრალი იყო ეს. შემდეგ ესეთი გეგმაზონიერად თუ როგორ ქვია, ესე თანაბრად ლამაზად იწვის. ესეთი ღია ფერის ფერფლით. ძალიან კარგი თამბაქოა და თქმა უნდა ჩებუხიც შესაძლოა. კარგად გამოვიცანი, რომ ეს ბერლისთვის გადავდე ეს სავინელი. შეხვედრა. ეხლა კარგი ყავა შევუკვეთა და ავაგრძელებ. აი სუბოლოში ჩავიდა უკვე. და აი ზუსტად ის გემო აქვს, რაც თავიდან რა. ცოტა ეს სიმჟავე გაქრა უბრალოდ მხოლოდ აი ეს სასიამოვნო სიმჟავის შეგრძნება რა ვთქვა. არჩინი ისევე არ ვიცი ფანტასტიკურია. აი იცით ის წამოვიდა თითქოს აი ზამთარ ბუხართან რო ზიხარ და ეს დამწვარი ხის შეშის თუ რაღაც აი სასიამოვნო სუნი რო არის აი ეს როგორ აგიხსნათ აი კვამლის მუხრიდან გამოსული კვამლის სასიამოვნო სუნი აი ესეთ მოგონებები თითქოს ძალიან მაგარია აი 10-დან 10 დაუწევ აი შეიძლება არ არის რაღაც ესეთი high class-ის თითქოს თამბაქო მაგრამ იმდენად მარტივი გემრიელი და ნან ჩემთვის შეიძლება მე ვირჯინიაზე უფრო მომწონს ბერლინი ნელა რო უყურებ და რო ბერლინსკენ მიხრები ვიდრე ვირჯინიისკენ შეიძლება ამიტომ და სუბიექტური ვარ აი 10-დან 10 დაუწერ იმიტომ რომ ზუსტად აი ეს იაფიც და ხელმისაწვდომის რო არის ეს ზუსტად ამ შემთხვევაში იაფი არ ნიშნავს დაბალ ხარისხს ყოჭახ აი როგორ თამბაქო იცი ნახევარ საათზე მეტია ეხლა ვეწევი ხო და არ მინდა რომ დამთავრდეს აი გული მწყდება რომ თავრდება აი ესეთი თამბაქოა ძალიან კარგი მოლ შეხვედრა